2 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 5 წლის ჰინდ რაჯაბი ღაზის ქალაქში მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება ამ შემთხვევაზე. სამხედროები აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მათკენ მომავალი მანქანას, რის შედეგადაც ჰამადას ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. ჰინდი და მისი ბიძაშვილი თავდაპირველად გადარჩნენ და საათობით ესაუბრებოდნენ პალესტინელ მედიკოსებს ტელეფონით, რომ მათ მისულიყვნენ და გადაერჩინათ ისინი. შემდეგ გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანაც ცეცხლის ქვეშ მოექცა. 12 დღის შემდეგ ჰინდის, მისი ნათესავების და 2 სასწრაფო დახმარების თანამშრომლის ცხედრები ამ ტერიტორიიდან იპოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გამოძიება შეისწავლის სავარაუდო შეცდომებს სასწრაფო დახმარების მანქანის გადაადგილების კოორდინაციაში. ამ პროცესის მიმდინარეობისას დამატებითი დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. აქ სტუდიაში კვლავ ჩვენთან ერთად არის რეზერვის გენერალ-მაიორი ეიტან დანგოტი. ეხლა კი ჩვენთან შემოგვიერთა i24 News-ის უფროსი კორესპონდენტი ორენ ალტმანი. ეიტან, მინდა შენით დავიწყო, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადრე უარყვეს მონაწილეობა და თქვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მათი ძალები იყვნენ, ციტატა, არ იმყოფებოდნენ მანქანის ახლოს და არც მანქანის სროლის მანძილზეც. მაშ, რატომ ხედავთ 2 წლის შემდეგ, რომ ეს გამოძიება რეალურად ისევ გაიხსნა? პირველ რიგში მე ამ საქმეზე კარგად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ რას აჩვენებს ეს? ეს აჩვენებს, რომ მტკიცებულებები, დეტალები დროის განრიგის განმავლობაში. ასევე გახსოვდეთ, 2 წლის წინ ჩვენ ბრძოლის ველზე ვიყავით. ჩვენ ომში ვიყავით და ეს მხოლოდ ბოლო თვეში ხდება. შეგიძლიათ დაჯდეთ, იკითხოთ და უფრო დეტალურად გამოიძიოთ, შესაძლოა კონკრეტულადაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ესეთი გადაწყვეტილება მივიღოთ და მე ჩემი ხელები ამ გადაწყვეტილებაზე დავდე, რომ უფრო ადრე ისევ გავხსნათ. მაგრამ ესეთ გარემოებებში პირველ რიგში, როცა ომში ხარ, შეიძლება ესეთი სიტუაცია შეიქმნას. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება გაგრძელდეს და სიმართლე გამოვლინდეს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვასწავლით ჩვენს ჯარისკაცებს, მეთაურებს, რომ იცოდნენ ყველაფერი, რაც უნდა იყოს. თქვათ, არაფერს არ დავტოვებთ კითხვის ნიშნებით, სანამ წრეს არ დავხურავთ. ამიტომ უკეთესია ეხლა გავაკეთოთ ეს, ვიდრე ადრე. და უკეთესია მტკიცებულებები წარვადგინოთ და სიმართლე გამოვავლინოთ, რომ ვიცოდეთ რა ხდება იქ და გირჩევთ დარჩეთ ბოლომდე. თუ შეიძლება კიდევ ერთი წუთი მომეცით. რაც შეეხება სამერისთვის დასმულ კითხვებს ღაზასა და ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, სამერი ძალიან ლოგიკურია და მისი სიტყვები ჩემთვისაც და სხვებისთვისაც მისავებია, მაგრამ ეს რეალობა არ არის. უნდა გავიხსენოთ, რომ 2007 წელს არჩევნები იყო და იგივე ხმები მესმოდა. იმ დროს ძალიან ფაქის შეხვედრებზე ვიმყოფებოდი პალესტინელებთან. და რა მოგვიტანა ამ? იმ დროს მოგვიტანა ტერორიზმი, ჰამასმა აიღო კონტროლი ღაზაზე, ფათახი გააძევეს ღაზიდან და ეხლა რასაც ამბობ. ეხლა უკეთესია, ნაბიჯ-ნაბიჯ წავითეთ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ უსამამ ჰამასის განიარაღებაზე რა განაცხადა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ არსებობს პროცესი. ვინ ვართ, რომ მაინც გავაკეთებთ ამას? იქნება ეს ჰამასის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ხალილ ალ-ხაიას სათავეში, უნდა იყოს საუბარი მის საქმიანობაზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს იქნებიან ისინი იქ, თუ ავაშენებთ ახალ ორგანიზაციას. სანამ სტრუქტურას ააშენებ, სანამ ხავს ახალ ადმინისტრაციას და ახალ გზას მისცემ, იქნება იგივე იდეები, რაც ომამდე იყო, ომის დროს და ეხლაც. და ისრაელმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყდება. ძალიან ბრძნობიარე დროა შეერთებულ შტატებთან ამ განხილვაზე. და ერთი რამ აკლია. რა არის ბიბი ნეთანიაჰუს რეალური მოთხოვნები ღაზას მომავალთან დაკავშირებით? ჩვენ ამას ვერ ვიგებთ ებრაულად, იქნებ ინგლისურად გაიგეს. კარგი, მე ვაფასებ იმას, რაც თქვით ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, რადგან არჩევნები ჯერ კიდევ მომავალშია, მაგრამ ეს გამოძიება ახლა მიმდინარეობს. ოუენ 2 წლის შემდეგაც კი ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ აგრძელებენ ომის დროს დაშვებული შეცდომების გამოძიებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება უსმენს ამას, რადგან ამ კონკრეტულ ამბავს ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება მიექცა. იყო ფილმი ჰინდ რაჯაბის ხმა, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. მაშ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გრძელდება, ეს რაიმე ცვლილებას გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში. დიახ, ეხლა მხოლოდ ფილმი არ არის, ნიკოლა, არამედ მთელი ფონდი არსებობს, ჰინდ რაჯაბის ფონდი, როგორც ვიცით, რომელიც მათი აზრით ისრაელის ჯარისკაცებს დედამიწის ბოლომდე მისდევს, რათა მათი აზრით მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ. გამოძიების დაცლების შესახებ განცხადების შემდეგ მათ პრეს-რელიზი გაავრცელეს. ნახე ნიკოლ, ერთი მხრივ, ისინი ისრაელის არმიაზე ყველაზე ცუდს ფიქრობენ. მე კი საუკეთესოს ვარაუდობ, ხომ ასეა?
ყოველ შესაძლო საეჭვო მომენტს ისინი იღებენ და არმიის მოტივებზე, მის პრაქტიკებზე და მიზნებზე ყველაზე უარეს ვარაუდს აკეთებენ. მე ისრაელელი ვარ და გულწრფელად რომ თქვა, პირიქით ვიქცევი. მე ამ ქვეყნის არმიაზე საუკეთესოს ვარაუდობ. მაგრამ ამაზე მეტად ნიკოლ, ერთ-ერთი ბრალდება, რასაც ისინი ამბობენ, არის ის, რომ ეს იქნება ფარსი გამოძიება. ისრაელი იშვიათად იწყებს გამოძიებებს. გამოძიებები სერიოზული არ არის. და ამ საკითხზე და მაინტერესებს, რას ფიქრობს ეითანი ამაზე. ამ ქვეყანაში არსებობს თავშეკავება ჯარისკაცების სასამართლოზე დაყენებისა და მათი გასამართლების მიმართ. ბრძოლის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების მიმართ დიდი თანაგრძნობაა. მათ წინაშე არსებულ საფრთხებთან დაკავშირებით დიდი თანაგრძნობაა. ხშირად ესენი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. ბევრ შემთხვევაში კი რეზერვში მსახურობენ. და ისრაელში ნამდვილად არსებობს თავშეკავება ჯარისკაცების სასამართლოზე დაყენებისა და მათი გასამართლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანის აზრით, მაშინაც კი თუ მტკიცებულებები სხვას მიუთითებს. ეხლა როგორც თქვი ნიკოლ, ჩვენ საარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ. ნამდვილად ამ გამოძიების შედეგები არ გამოვა იმ 2 ნახევარ თვეში, სანამ არჩევნები ჩატარდება. მაგრამ აქ არის ეს თავშეკავება და ამ ხრივ ამ შეზღუდულ საკითხში ვფიქრობ გულწრფელად რომ თქვა, ჰინ რაჯაბის ფონდს აქვს ამისთვის გარკვეული საფუძველი. ეითან ქსურს მოკლედ გააგრძელო საუბარი იმაზე, თუ რეალურად როგორ უყურებ ისრაელის ზოგიერთი ჯარისკაცის სასამართლოს წინაშე დაყენებას იმ შეცდომებისთვის, რომლებიც ბრძოლის ველზე ხდება. პირველ რიგში, როდესაც ჯარისკაცს ბრძოლის ველზე აგზავნა, უნდა მისცე მას სრული მხარდაჭერა და ქვეყნის მხრიდან სითბო, რადგან მას სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ის თავის სიცოცხლეს სწირავს ქვეყნის დასაცავად. და ეს ერთ-ერთი ძირითადი რამა, რასაც მე როგორც მეთაური, ჩემს ჯარისკაცებთან ერთად ვაკეთებ და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება თაობების განმავლობაში. ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ. მაგრამ რეალურად არსებობს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ჯარისკაცებს ასწავლიან, ავარჯიშებენ, სწავლობენ და სწავლობენ. ასევე, ასეთი გამოძიება არ არის იმისთვის, რომ ჯარისკაცები სასამართლოზე დააყენონ. ეს არის იმისთვის, რომ შეისწავლონ მეთაურის გადაწყვეტილებები ამ ქმედების დროს. იყო თუ არა ეს ისე მიღებული, თქვათ, გადაწყვეტილება ამ სფეროში. მაშინ, როცა სინამდვილეში შეიძლებოდა სხვა გზითაც მიეღო გადაწყვეტილება. ქონდა თუ არა მას სხვა სადაზვერვო ინფორმაცია. რა ანგარიშები მიიღო მან ადგილიდან? შეეძლო თუ არა დალოდება და ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიანია, ჩვენ მაინც შევამოწმებთ ამას, შევისწავლით მას. და საბოლოო მიზანი არ არის ჩემი აზრით ის, რომ უცხოეთის ტელევიზიაში დავსხდეთ და ვთქვათ, რომ ვიღაცას ციხეში აგზავნია. არა, ეს პირველ რიგში იმისთვისაა, რომ ჩვენ ხელები სუფთად შევინარჩუნოთ. რომ ასე ვასწავლოთ ჩვენს ჯარისკაცებს და გავაგრძელოთ ადამიანური გზით დაცვა და ადამიანურად მოვექცეთ როგორც სამოქალაქო პირებს, ისე სხვებს. ესე რომ ეს არის თავარი ნაწილი და შეიძლება შეცდომებიც იყო. ნამდვილად არ ვიცი ეს შემთხვევა, მაგრამ ესეთ ვითარებაში მაინც ესე უნდა გაკეთდეს. ორი პატარა შენიშნა ნიკოლე. პირველ რიგში ნახე, ომი ისეთი მასშტაბური, ხანგრძლივი, ინტენსიური, რთული და გამოწვევებით სავსეა, როგორც აბრძოლა ღაზაში. ვფიქრობ, ყველამ უნდა აღვნიშნოთ, რომ შეცდომები აუცილებლად იქნება და შეიძლება დანაშაულებიც მოხდეს. 10,000-ობით ან თუნდაც 100,000-ობით ისრაელელს შორის, რომლებმაც ღაზის სექტორში იმსახურეს, შეიძლება მართლაც იყვნენ რამდენიმე დამნაშავე. და ვფიქრობ, როგორც საზოგადოებამ და არ ვამბობ, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ღმერთმა დაგვიფაროს, დანაშაული ჩაიდინეს. ამას არ ვამბობ. მაგრამ ის კონცეფცია, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე სულ ცოტა დამნაშავე, ნამდვილი დამნაშავე იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ნამდვილი დანაშაული ჩაიდინეს, ვფიქრობ, არ როგორც საზოგადოებამ ამისთვის ღია უნდა ვიყოთ და პრაქტიკულ დონეზე და ჰინ რაჯაბის ფონდის პრეს-რელიზმაც ეს ნათლად აჩვენა. სწორედ ამიტომ ისინი ცოტათი შეშფოთებულები არიან ამ გამოძიებებით, მათი პერსპექტივიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად ისრაელის სამხედრო ძალები და სასამართლო სისტემა ამტკიცებენ, რომ რეალური გამოძიებების ჩატარება შეუძლიათ და კომპეტენტურები არიან. მით უფრო მეტად დაცულები არიან ისრაელი და ისრაელის მოქალაქეები საერთაშორისო სასამართლოებისგან და საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურებისგან. ახლა კი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. ისინი პირველ რიგში ამოწმებენ, მოხდა თუ არა დანაშაულის გამოძიება და გასამართლება ქვეყნის შიგნით და თუ ეს გამოძიებები და სასამართლო პროცესები სწორად ჩატარდა, საერთაშორისო სასამართლომ ამას ანგარიში უნდა გაუწიოს. რაც მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურები მაინც მიმდინარეობს, თუნდაც 2 წლის შემდეგ, როგორც ეითანი ხაზგასმით აღნიშნავს. და საბოლოოდ ეითანდანმა საინტერესო ხედვა გაგვიზიარა იმაზე, რა ხდება რეალურად ბრძოლის ველზე და ომის შეცდომებზე, რომელთა გამოძიებასაც ისრაელი აგრძელებს. სამწუხაროდ, როდესაც ცეცხლს ხსნი, ყველაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფრონტზე ვხედავთ. დიდი მადლობა თქვენ ორივეს, რომ ჩემთან ერთად იყავით.